დაუბრუნდეთ ბირიალს. ბირიალის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს რო გთხოვს ფოტოს გადაღებას, ხო? წინა და უკანა კამერით. სათხემდე წინა ხდება. სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ ვინ ხედავს ამას. აი ძალიან ბევრჯერ მე არ მაქვს ბირიალი მაგალითად, მაგრამ Facebook-ზე შემხვდა, როდესაც პოსტავენ ბირიალის პოსტს ანუ screens რა, ან story, ან რაღაც თვითონ პოსტის სახი და ასე შემდეგ. ანუ მე რომელსაც ყავს რაღაცა 5000-მდე ფრენდი, თქვა და არ ვიცნობ ნახევარზე მეც ან ნაკლებს, არ აქვს ხომ დიდი მნიშვნელობა. უცბად ამომივარდა ბირიალი იმ ჩემი Facebook ფრენდის მეგობრის, რომელმაც ჩათვალა, რომ სულ 15 კაცს გაუზიარა ეს ყველაფერი და უცბად სკრინის სახით მივარდება მისი რაღაცა სახლის შიდა ინტერიერი და ასე შემდეგ. ხო, ერთი შეხედვით ახლა მე მას ვერაფერს ვერ გამოვიყენებ და ძალიან ის არის ხოლმე ხშირად, რომ რატო უნდა გვეშინოდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ამას თუ გავითვალისწინებთ, რომ სადაც ჩემს ფიდში ხდება, ხო? ავტომატურად კეშის სახით ინახება ყველგან ჩავთვალოთ. ამას რამდენი search provider-ი აკეთებს, ხო? ეხა Google-ის გარდა გვაქვს რაღაცა ასეულობით. ეს ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სადღაც ყოველთვის არის. ოღონდ როგორ არის, თან გავითვალისწინოთ, ის კი არის რაღაცა ფოტოა უბრალოდ. User-ი არის, სახელი, გვარი, ქალაქი, ზუსტი ლოკაცია, ვისი არის.